არის ძალიან სოციალურად აქტიური მოვლენა. მოიხსენებათ ყოველთვის იგი ან იდეოლოგიის გამოხატველი იყო, ან კიდევ გამოხატველი გარკვეულ მისწრაფებებს, ამ პროტესტსაც კი, რეალურად საბჭოთა პერიოდში თქოს იდეოლოგიის ენით იყო დატვირთული და იდეოლოგიაზე იყო აქცენტი გაკეთებული და იყო რა თქმა უნდა ქუჩის ხელოვნება, უნდა თქმა უნდა მთავრობა და ხელისუფლება მართავდა მას. ძირითადად ეს მოზაიკა კეთდებოდა ხოლმე, თქვათ რამე ესეთი ტექნოლოგიები, რომელიც უფრო მყარი იყო. თავისთავად თავის ყველაფერი მე ჩაქრა, ჩაკვდა და უკვე წამოვიდა უკვე ესე იგი დამოუკიდებლობას მივახცე და რეალურად საზღვრები გაიხსნა ჩვენო მხატვრებმა და ბევრმა. ჩვენ ადრეც ვიცოდით რა ხდებოდა თქვათ იგივე დასავლეთში კონკრეტულად ბერლინში, ბერლინის კედლის იქიდან დასავლეთის მხარეს, იმიტომ პირველად იქ ნახეს სტენსილების გამოყენების ფაქტი. უკვე თბილისშიც გაჩნდა სტენსილის ელემენტი, უფრო გრაფიტი არ იყო კლასიკური, ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო ჩვენი ჯგუფი, ურალი იყო ძირითადად. ოღონდ ბოლომდე არ იყო ადეკვატური იმისა, რაც ხდებოდა დასავლეთში. იქ ძირითადად რა თქმა უნდა პროტესტის იდეას ატარებდა, ეს იყო გრაფიტის ხელოვნება, რომლის ადეპტები ჩვენთან სხვაშორის ჩამოსულები იყო და ამერიკიდან. დღევანდელი ძირითადად რა თქმა უნდა აქცენტი არის პროტესტის იდეა, ძირითადად გატარებული. თავისთავად ეს პროცესი მიდის, მაგრამ საპროტესტო მომენტი სტენსილი ამის საშუალებას იძლევა შეიძლება ხატვა არ იცოდე, ფიგურას ვერ მოხატავდი, მაგრამ სტენსილი განელოს ამის საშუალებას შენი იდეა გამოხატო და ეს უნდა გითხრათ, რომ კარგად გამოგვდის. უნდა აქტიურად წამოვიდა სტენსილი, ხო? ზაფრთა ბუნებრივია და მას დააკვირდით როგორ ებრძვის ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, განსაკუთრებით ხშირად ზუსტად ანტირუსულ თქვათ რაღაცა ციტატებს და ფრაზებს და თან ამას ერთ-ერთი ფაქტ შევესწარი გამწარებული შვილი და ხანდაზმული ადამიანის და ბალონი ეჭირა ხელში ძალიან ძვირად ღირებული საღებავის. ნამდვილად მივხვდი მისი ტანსაცმლის და ანტურაჟის მიხედვით, ამ კაცის ფიზიოლოგიის მიხედვით, რომ ის ამ ბალონების ყიდველი არ იყო. იმიტომ გასაგებია რომ დაფინანსებული იყო მერი და შვლინა და ესე იგი ზისხს ავრცელებს, ასე ტექსტი იყო და რაღაცა სტუმარი ღვთისა, ლაპარაკი იყო რუსეთი ოკუპანტია, ხო? ან ფაქრაშა რაღაცა ასეთი ტექსტებზე ესე თვალწინ ჩანდა რომ ეს იყო იდეოლოგიური მათი მხრიდან. მეორე მხრიდან იდეოლოგიური ამგან ჩვენ დადებითი კონტექსტში ვიყურებ. მისი თვისება სწორედ ეგ არის ქუჩის ხელოვნების, იგი დროებითია, თოვლივით არის. დღეს მოვიდა ხვალ შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ რეალურად ის წამის მომენტს აჩვენებს, წამიერების მომენტია. დღეს არის და ხვალ გაქრება. რეალურად ეს მისი ასე ვთქვათ ბედია, კარმა თუ შეიძლება ასეთი ხელოვნების, იმიტომ მისი აქტუალობა განისაზღვრება დღევანდელობის აქტუალობით. ამიტომ ეს აქტუალური ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფთარი და ფორმაა და ფიქრობ რომ ამ ხრივ ეს მისი თამდევი ბედია თუ შეიძლება ასე ითქვას. მხატვრები ამ ხრივ შეგუებულნი უნდა იყვნენ, არტისტები უბრალოდ, იმიტომ რომ რეალურად ამ სფეროში მუშაობენ არაპროფესიონალი მსხალებში არტისტები, რომელიც აკადემიური ხატვა იციან. თუმცა აკადემიური მხატვრის მწოდეს მონაწილეებს ბუნებრივია ამდაც ვიცი, აი გაგოშა საკმაოდ კარგად ხატავს, ხო? აკადემიური თვალსაზრისით, მაგრამ რეალურად ამდენად ეს არის სოციალურზე და აქტივობაზე, აქტუალურზე ორიენტირებული, ბუნებრივია დღევანდელ ტკივილებზე და დარდებს გამოხატავს და პირველ რიგში დღევანდელ ისტრაფებებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.